რა უნდა იცოდე ორთითიან ფეხსაცმელზე, რომელსაც ჩლიქებს ეძახიან. თაბის ისტორია მე-15 საუკუნის იაპონიაში იწყება, როცა ქვეყანამ ჩინეთიდან ბამბის იმპორტი დაიწყო. თავდაპირველად ეს იყო გაყოფილი თითიანი წინდები, რომელიც ტრადიციულ იაპონურ სანდლებს ერგებოდა. ძალიან მალე თაბი გახდა სოციალური სტატუსის ნიშანი. გლეხები ყოველდღიურად ლურჯფერს ატარებდნენ, თეთრს კი განსაკუთრებულ დღეებში. სამურაებს თითქმის ყველა ფერის არჩევა შეეძლოთ, გარდა იასამნისფერისა და ოქროსფერისა. ეს ფერები არისტოკრატიას ეკუთვნოდა. შემდეგ წინდებს დაემატა რეზინის ძირი და გაჩნდა ჯიკა თაბი, მოქნილი, მოძრაობაზე მორგებული მუშების ფეხსაცმელი. მისი მასობრივი წარმოება ბრიჯთოუნის მფლობელმა ოჯახმა დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელ ჯარისკაცებს ჯიკა თაბი ეცვათ. სახასიათო ნაკვალევის გამო მტერს მათი პოვნა გაუმარტივდა. 1989 წელს იაპონიაში მოგზაურობის შემდეგ მარტინ მარჟიელამ თაბი ჩექმა პარიზში სადებიუტო ჩვენებაზე წარადგინა. მოდელები თაბი ჩექმებით წითელ საღებავში დადიოდნენ და თეთრ პოდიუმზე ანაბეჭდებს ტოვებდნენ. ფინანსების სიმწირის გამო ფეხსაცმელს, რომელიც არ იყიდებოდა, მარჟიელას გუნდი სხვადასხვა ფერში ღებავდა შემდეგი კოლექციისთვის. ეს იყო აუცილებლობა, რომელიც მოგვიანებით ბრენდის ფილოსოფიადაც იქცა. მოდის წრეებში თაბი მაშინვე პოპულარული გახდა. ზოგს ძალიან მოსწონდა, ზოგი კი მახინჯ ფეხსაცმელს უწოდებდა. თუმცა დიდი აღიარება წლების შემდეგ მოვიდა. 2000-იანების დასაწყისში თაბი ჯერ კიდევ ნიშური იყო. 2000-იანების ბოლოს კი საკულტო ფეხსაცმლად გადაიქცა და სხვადასხვა ფორმით დაბრუნდა. ჩაიცვამდით თაბებს თუ მაინც მახინჯ ფეხსაცმლად მიგაჩნია?